ასმაც იცი, საუბარიც იცი, სიარულიც იცი, ხუმრობაც იცი და ყველაფერი გამოგდის. თუ არ ახარ განათლებული, ვერც იხუმრებ და ვერცაც საზოგადოების წინაშე ვერ დაждები. შევწხვება. აი ზუსტად ანის რომ უთხარი რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ინგლისური ენის ცოდნა, მან ერთი რაღაც შეკითხვა დაუსვი და წამში არც ელოდა თუ ამ შეკითხვას დაუსვამდი, მაგრამ აი წამში ისე მიპასუხა რომ მე ვარ გაოცებული. არც ჩემი ნათესავია და ნათესაობით კოტე ჩვენ რო არავის აქ არ ღებულობთ, ერთელმა საქართველოს ჩემთვის და კომპანიისთვის თავარია იყოს ჭკვიანი და განათლებული. ახლა უყურეთ როგორ არის. აქ ანი რა პრაქტიკასაც მიიღებს. ოდესმე მიიღებს სადმე. აი მსოფლიო გამოფენაზე წავა გოგო 18 წლის და მსოფლიო გამოფენაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს და ჩვენი კომპანია რა არის, იქ უნდა დაახასიათოს, ხო? ამაზე უკეთესი რა არის დედისა და მამისთვის მითხარი. და 18 წლის ასაკში ამზე კარგად ინგლისური რო იცის, შენ რატო არ იცი, ხო? იმან რატო არ იცის, იმან რატო არ იცის? შეიძლება კაცო საბუთი მოგქონდეს, უმაღლესი მაგ დამთავრებული იძახიან, ხო? აი, ბევრმა იცის, რა თქმა უნდა. უმაღლესი მაგ დამთავრებული იძახიან. დაამთავრა, შალვა უმაღლესი სასწავლებელი, დაამთავრა ჯავახიშვილი სხვა და სხვა უმაღლესი სასწავლებელი. დაამთავრა ახალგაზრდებმა და როგორ გინდა მიიღო სამსახურში, აი მითხარი, აი, როგორ მიიღებ? რუსული არ იცის, ინგლისური არ იცის, კომპიუტერი იცის, სურათს გადაიღებს და Facebook-ზე დადებს და მუსიკას დადებს რაღაცას, ხო? ეს არ არის განათლება, ეს სირცხვილია. დღეს ახალგაზრდა გოგო ბიჭებმა უნდა მიიღონ განათლება ზუსტად ამ ასაკში. მერე არ იცალია ამისთვის, მერე არის მილიონი საქმე, ხო? გათხოვდები, ოჯახია და სამსახურია და მთელი ამბავი. ახლა გინდა სამსახური. აი როგორ უნდა იშოვოს სამსახური? აი მითხარი. როგორ უნდა იშოვოს სამსახური? ნებისმიერ კომპანიას საქართველოში. აი მიმტანი ხო არის, მიმტანი რესტორანში. დღეს ეუბნებიან ენა იცი რამე სხვა ქართულის გარდა. რატომ იმ მიმტანსაც უნდა რომ მოდის უცხოელი ეკითხება ეს მომიტანი ესექენი ისექენი, ხო? ამიტომ აუცილებელია ენა მე ერთი რამეს გეტყვით. შენ ძალიან ბევრ რამეს მიაღწევა აქ. დარწმუნებული ვარ რომ ის ძალიან ბევრ რამეს მიაღწევს. მაგრამ აქ რა იქნება? აქ არის უფრო პრაქტიკა, ხო? პრაქტიკა, გამოცდილება, აგერ სწავლობს 18 წლისა